საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 17 მარტს საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა ნანუკას ფონდის Prosperity ფონდი ერთმანეთისთვის 24/7-ზე სირცხვილია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება. საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომლის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას პერულად მივაწვით ინფორმაციას, აღნიშნული ამ განცხადებაში. განცხადება საკმაოდ გრძელია. როგორც გახდა ცნობილი, პროკურატურას ამ ფონდებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა ვატო შაქარიშვილმა ორგანიზაცია ნეიტრალური საქართველო იცით არის ასეთი. და როგორც ხედავთ, ეს ფონდები, რომლებიც ეხმარებოდნენ ციხეში მყოფ ადამიანებს, მათ ოჯახებს და დაზარალებულ აქციის მონაწილეებს, ყველანი დააყადაღეს. ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდი არის ერთ-ერთი მათ შორის და სწორედ ნანუკა ჟორჟოლიანის ჩართვით დავიწყებთ ჩვენ გადაცემას. მივესალმები ნანუკას, გამარჯობა. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და ხა რაც წავიკითხე, ბრალდება საკმაოდ მძიმე მუხლები არის, გრძელი და მძიმე, ასე ვთქვათ, ბრალდება არის. შესაბამისად, რას ფიქრობ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რამდენად შეიძლება საქმე რაღაც დაკავებამდეც კი მივიდეს, მაგალითად შენი ან სხვების? აი, ქართული ოცნების პირობებში რა გაგიკვირდება? აი, რატო გაგიკვირდება თვითონ, რომ ქართულმა ოცნებამ დაგვაკავოს კიდეს, თუმცა ეს ვიღაცისთვის პრობლემას ხომ უნდა წარმოადგენდეს. ანუ მაგალითად, ჩემთვის და პრობლემას არ წარმოადგენს ეგ ნაწილი, რაღაცა ყოველას ჩვენი ადამიანური შიშები გვაქვს ალბათ, ყოველას რაღაცის გვეშინია და ეს ძალიან ჩვეულებრივი და ბუნებრივია. აი, რაღაცეების სტიქიების მეც მეშინია, მაგალითად, მიწისძვრის მეშინია ძალიან, მაგრამ ციხის არ მეშინია. ამიტომ რო გითხრათ, რომ რა არის რამე ისეთი, რასაც ქართული ოცნებისგან არ ველოდებით ხუილია, მაგრამ ეხლა მე ამ მოლოდინებით ვერ ვიცხოვრებ, იმიტომ რომ ეს შეაფერხებს გაცილებით უფრო მნიშვნელოვან საქმეებს, რომელსაც ვაკეთებთ. სამართლებრივი ნაწილში შესვლა არ მინდოდა, იმიტომ რომ ეს ხო საერთოდ ეხა სიგიჟია, რომ რაღაცა სამართლებრივად ერთი მუხლით გაგვაერთიანეს ყველა, რომელიც აბსოლუტურად სხვადასხვა შინაარსის ბენეფიციარები ვყავს, ყველა ერთად გაგვაერთიანეს და მოგვიდგნენ ამ რაღაცნაირად ამ უმნამუსო, უსირცხველო რუსი კაცის, იმითი რა ქვია, სარჩელი ყველა დავექვემდებარეთ ბრწყალებში მათი განცხადებით, მაგრამ ეხა სინამდვილეში მიუხედავად იმისა, რომ არ მინდა სამართლებრივი ნაწილში შესვლა, რამდენიმე დეტალს მაინც მინდა ხაზი გაუსვა. აი, ამბობენ, რომ დამნაშავეების დაფინანსება, ანუ ამ ნაწილში მგულისხმობა მე, როდესაც დაკავებულ პატიმრებს, ანუ პატიმარ ბიჭებს ვუხსებ საპატიმრო ბარათებს. ჯერესტის უდანაშაულობის პრეზუმპცია არსებობს, აი 2-4 ახლა გაბიტაშვილს ამას მე რატომ უნდა ვუხსნიდე მთავარ პროკურორს ამ ქვეყნის, რომ მათ მიერ კონტროლირებადი სასამართლოსაც კი ჯერ არ უთქვამს. მათზე მაისის მოვლენების გარდა, ანუ სამზე არსებობს ხო დადგენილი ბრალი, განაჩენი, სხვებზე ჯერ კიდევ არ არსებობს, ანუ ამათი სასამართლოს მიერაც კი არ არის დადგენილი, რომ ეს ადამიანები დამნაშავეები არიან. ან მეორე კატასტროფა და მათი ოჯახის წევრების ფინანსურ დახმარებას. ახლა ფინანსური დახმარება, როდესაც ხდება, ჩვენ ძალიან ფრთხილები ვიყავით ამ ფონდთან დაკავშირებით და განსაკუთრებით ის საკითხი, რაც მათ შეიძლებოდა რომ პოლიტიკურად ჩაეთვალათ და ამიტომ როგორც წესი ყოველთვის ვაკეთებდით პირდაპირ ჩარიცხვებს, ანუ ოჯახიდან გავლას კი არა, მათ საჭიროებებს პირდაპირ ვფარავდით. ანუ ისინი ხო ხედავენ რა ტიპის საჭიროებას უფარავდით ოჯახს, ან საერთოდ 37 წელია? ვთქვათ შენმა მართულმა სასამართლომ თქვა რომ ვიღაც დამნაშავეა ოჯახის წევრებზედაც ეს ხდება მე შემდეგ ოჯახის წევრებიც უნდა დაისაჯონ, მათი დახმარებაც არ შეიძლება, მათი ნათესავებით, მათი მეზობლებიც. ანუ რა მიდგომა, ანუ მართლა გაურყო მათი მხრიდანაც კი არის წერიან, ანუ კარომ იქ რაღაც ზალადობრივ აქციებს დაფინანსებით. კი, გასაგებია რომ ამ აქციების მათი რაღაც წინახაზე მყოფ ადამიანებს, პრინციპში ეს ახლა სოციალური მედიით ხდებოდა, ხო, ღიად ხდებოდა, აირწინაღები შეძენა თუ რაც იყო, ყველაფერი ხა დამალულია. ზუსტად და მაგის მიღმა აქვე მე რაც მინდა ვთქვა, მე ამდენი ხნის განმავლობაში ამ ინფორმაციას ისევ მაღაზიის გამყიდველების თხოვნით, იმიტომ რომ ესენი არიან ლილოს გამყიდველები, ადამიანები, რომლებსაც ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ ეს რაც სოციალური სიდუხჭირის ადამიანები არიან, ისე მათმა შემატყობინეს, რომ ჯერ კიდევ მაშინ თვეების წინ, როდესაც ეს ბალაკლავების დარიგებაც და აირწინაღების დარიგებაც იყო აქტუალური, თითოეული მათგანი სადაც 10 ლარიც კი ჩაგვირიცხავს, ყავდათ წაყვანილი შინაგან საქმეთა სამინისტროში, საათობით ხდებოდა მათი დაკითხვა, სხვათა შორის თქო უნდა ვთქვა
თქვა რომ მაღაზიის გამყიდველებს მობილურები რომ ჩამოართვეს დღემდე არ დაუბრუნებიათ ამ ქურდებს ამათ და ხდებოდა მათი საათობით დაკითხვა და ესეთი შეკითხების დასმა შევიძინეთ თუ არა ფეიერვერკი თუმცა კანონით აკრძალული არ იყო მაგრამ მე არ შემიძენია ფეიერვერკი ასევე ხდებოდა შევიძინეთ თუ არა რაღაც რუსული სიტყვა რაღაც შაიბები ეგრეთ წოდებული ანუ რაღაც უცნაურ ნივთებს ეძებდნენ და რა თქმა უნდა ვერ იპოვეს ანუ ეს რაღაცა სამზადისი ამასთან დაკავშირებით ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიდოდა დიდი ხნის განმავლობაში როგორც მე ვიცი ვერც ერთი მტკიცებულება ვერ მოიპოვეს ამასთან დაკავშირებით და ახლა რაღაცა ამ საერთო რაღაც რა ქვია ამ კაცს შაქარაშვილის საარჩევლში გაგვაერთიანეს ყველა აქვე მინდა აღვნიშნო რომ მაშინ აი თვით რაღაცა როდესაც ამბობენ რომ რიგდებოდა ბალაკლავები მაშინ ბალაკლავების და აირწინაღების დარიგება კანონით აკრძალული არ იყო და ის რომ მაგალითად ჩვენ წინახაზის ადამიანებს და არა მხოლოდ აქციის მონაწილეებს სტატუსებით ვიბარებდით რუსთაველზე მაშინვე იმ წუთას რატო არ მოხდა ჩემი დაკავება თუ დანაშაულს ჩავდიოდი და ამდენი თორ ასალოდებოდა პროკურატურა როდესაც ეს ყველაფერი ამის ეს პროცესს მე ვმართავდი სოციალურ მედიით და სოცმედიით ყველას ვონებდი ეხლა აქ ჩამოდით ეხლა აქ ვართ მისამართი შევიცვალეთ და ამ ადამიანებს სოცმედიით პოულობდი ანუ ამდენი თვის განმავლობაში დამნაშავე თუ ვიყავი როგორ დავდიოდი თავისუფლად გასაგებია და მაინტერესებს ჩვენ დაწერე რომ მაინც გავაგზავნებთ დახმარებასო ანუ მიუხედავად დაყადაღებულია ამ პატიმრების ოჯახებს სხვადასხვა ნახეთ როგორ არის ერთადერთი რისი შესრულებაც რის ფასადაც არ უნდა დამიჯდეს მოხდება ეს არის პატიმრები საპატიმრო ბარათებს შეივსებენ ყოველ თვე ეს ვიცი ზუსტად როგორ ახლა ამას ჭკვიან ადამიანებთან ერთად მოვიფიქრებ გასაგებია ნახოთ რა გაგრძელება მოყვება ამას ყველაფერს მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის გაიხარეთ მადლობა ანუკა ჟორჟოლიანი ჟურნალისტი და ერთ-ერთი ფონდის დამფუძნებელი გვერდთვებოდა ლაშა ტუღუში არის ჩვენი სტუმარი ლიბერალური აკადემიის თავმჯდომარე მოგესალმებით ლაშა და ვიდრე შენთან გადმოვალ სასაუბროთ ჩვენ როცა მოგიწვიეთ დილით ვაპირებდი თემა მქონდა ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილება რადიო თავისუფლების და ამერიკის ხმისთვის შეჩერება დაფინანსების თუმცა მე ისეთი ამბები მოხდა და პლუს ჩვენთან მედიასთან დაკავშირებითაც აგერ დღეს გახდა ცნობილი რომ ქართული ოცნება კანონს რომელიცაც მაუწყებლების შინაარსის რეგულირებას გეგმავდა ინტერნეტზეც გაავრცელებს და მათ შორის ონლაინ მედიებსაც შეეხებაო ამის შესახებ ქართული ოცნების პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა დღეს როგორც პირველი განხილვის დროს გუნდთან შეთანხმებული გაჟღერებული იქნა რომ ეგრეთ წოდებულ ონლაინ მედიებზე უნდა გავრცელდეს ქცევის სტანდარტი რაც ზოგადად მაუწყებლებისთვისა უკაცრავად გათვალისწინებული გამომდინარე იქედან რომ იხვეწება და ვითარდება ტექნოლოგიები და გავრცელდება სხვადასხვა საშუალებებით ხდება ინფორმაციის და ამ ყველაფერზე საკანონმდებლო ცვლილებებიც უნდა არსებობდეს და უცებ ამბობს რომ რატო გეშინიათო სტანდარტებისო რა არის ამაში პრობლემაო მოდი დავიწყოთ ამ თემით და მე ფონდებზეც მითხარი შენი აზრი და თუ დაგვრჩა ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე ვისაუბროთ ნუ ჯერ მივესალმები მაყურებელს რადიოსმენელს ის ნაწილი კანონ პროექტების რომელიც შემოიტანეს ცხადე არის დამახასიათებელი ტოტალიტარული რეჟიმებისთვის ძალიან გავს იმას რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში და რაც დაამატეს კიდევ უფრო მეტად ამყარებს ამ მიდგომას რომ ონლაინ მედიები როდესაც შეიძლება ვიღაც ერთი ადამიანი ბლოგერი გახდეს და მას თავისი მოსაზრებები ქონდეს და ესაუბრო საზოგადოებას როგორც მას წარმოუდგენია იმასაც ამ რეჟიმში აქცევენ და ბოლოს ალბათ სამზარეულოებში შეუვარდებიან დიასახლისებს და იტყვიან რომ ნუ ლაპარაკობთ ამ საკითხზე ვინ მოგცათ ამის უფლება და უფლებ ჯერ მოდით რაღაც მიიღეთ უფლებები და ასე ნუ ძალიან გავს ამას და აბსოლუტურად ლოგიკურად მიდის აქეთკენ. დანარჩენი თემებიც გავს ამ საბჭოთა კავშირის, როდესაც არიან ვიღაცები დამსმენები, აბეზღებენ, რაღაცებს წერენ, მერე ამის საფუძველზე საქმეს აღზრავენ, მერე ამის საფუძველზე შეითითხნება რაღაც მუხლი, საბოტაჟი, კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მოქმედებები ვიღაცა ძირს უთხრის სისტემას, კონსტიტუციურ წესრიგს, იმას ამას და ნუ აი საბჭოთა კავშირზე მართლა მე ვეთანხმები ნანუკას, ეს ძალიან გავს იმ რაღაც პროცესებს, ჩვენ ხო ვსწავლობდით ისტორია გვიყვარს ხო, იქ საბჭოთა კავშირის დროს რო იყო რაღაც საქმეები, რო იქ ექიმების საქმე, იქ ეთნიკური რაღაცების საქმე, იმის საქმე, ამის საქმე და ბოლოს ვითი მთავრდებოდა, რა ხა იმედია აქამდე არ მივა, მაგრამ ნუ გაივსო ციხეები, ხო? გაივსო ციხე, დახვრეტილი ადამიანი, გაუბედურებული ოჯახები
რაც თავარი ეს ახალგაზრდებს ეხებოდა, დაახლოებით ამ გზით მიდიან. რატო? იმიტომ რომ გავს ეს გადმოტან copy-paste არის, რაც ახლა რუსეთშია, ხო, ბელარუსია. გადმოტანილია პირდაპირ და ასეთი დიდი ტემპებით მიდის ყველაფერი. შეზღუდვა მედიები, შეზღუდვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების, შეზღუდვა პირველ ეტაპზე პარტიების, შემდეგ გაუქმება ფულის არხების გადაკეტვა, სისხლის სამართლის საქმეების აღზრდა და ამ შემდეგ, მეორებ ეს არის ყველაფერი ის, რაც ჩვენ ასწავლი გვაქვს. ის ჩვენ საბჭოთა კავშირში რო ცხოვრობდი, მაშინ ასეთი ბრუტალური, ასე თქვა, ტემპით არ ვითარდება, მაგრამ მე მგონი უფრო 30-იან წლებში რო იყოს, ანუ დაახლოებით იმ სცენარს უფრო გავს ჩვენ. თუმცა ესენი ამბობენ, რომ სტანდარტებს უწესებთ მედიას და ჩარჩოში ვაქცევთ როგორც ბრიტანეთშია და რა სტანდარტები რა ბრიტანეთში უწესებს და სტანდარტებს ეს ზღაპარია ყველაფერი ის რომ რაღაც ამერიკას რო ადრიანი ბრიტანეთს ედრებიან ხა ავის უხერხულია ასეთი რაღაცებზე საუბარი რა იმიტომ რომ აბსოლუტურად განსხვავებული ხა ჩვენ დეტალებში ვერ განვიხილავთ ხა რა არის ბრიტანეთში მედია და რა არის რასაც რა მოდელს ქმნიან ახლა საქართველოში რა ბრიტანეთი არასერიოზული არის საერთოდ ამაზე საუბარი რა არასერიოზულია იმიტომ რომ ხა როგორ უნდა ამტკიცო ასეთი რაღაცაზე შავზე თეთრს ამბობენ რა ბრიტანული ხომ არა ხა დააჯერეს ვიღაცებს ის კანონად ამერიკული იყო ხა ჩtildeოთ კორეაში დააჯერეს რომ სოფლიო ჩემპიონები იყვნენ ფეხბურთში ნუ რაღაცა ესეთი არასერიოზული სიტუაცია. არა, ყვირდებია რომ სიტყვით გადმოვწერთო და საინტერესო ეხლა შევადაროთ მე ამ. აი გონდა რომ გადმოვწერო სიტყვით. არ ვიცი ხა იქ ონლაინ მედია დაამატეს შედის თუ არა იმ კანონში, იმიტომ ის ბრიტანეთში ონლაინ მედიები არ რეგულირდება. ონლაინ მედია, ბლოგი, ინტერნეტი. ანუ უკვე ბრიტანული ვეღარ იქნება, როცა ამას შეუძლებელი არანაირად არ არის რეგულირების სფეროში. გარდა, თქვა ეხლა Russia Today და ასეთი ისინი და მათი რაღაც სატელიტები გასაგებია, როცა FSB რაღაც ოპერაციას, თუმცა იქაც ეგენიც კი არ არიან, ამაში ვერ ექცევიან. თუ ის არის რეგისტრირებული ორგანიზაცია, იმას პრობლემა აქვს, ბუნებრივია, იმიტომ რომ იძახის, რომ კარგია, როცა უკრაინელ ბავშვებს ხოცავენ, ხა ამაზე რეფლექსი აქვს ხო ბრიტანეთს, ისე როგორც სხვა ქვეყნებს. ჩვენ არ აქვს ამაზე ესეთი რეფლექსი, მაგრამ იმათ აქვს, მაგრამ დანარჩენი ახლა იქ ადამიანი რაღაც თავისი სტუდიაში დაждდეს და ილაპარაკოს ამას სად ზღუდავენ ერთი მათ ჩვენ სად უდგენენ სტანდარტებს საათ ამას აქ სტანდარტი არის რუსეთში სადაც ესეთ ადამიანს პირდაპირ იჭერენ და აქამდე მიდიან იმიტომ რომ ეს გზა გაიარეს ზუსტად ესეთი რამე ხდება ბელარუსში სად ხდება და ჩრდილო კორეაში და კიდე შეიძლება ნიკარაგუაშია დაახლოებით ეგეთი სიტუაცია. ამ თავიანთ ადგენის სტანდარტებში როგორ უნდა მოაქციონ იმედი და პოსტივი ეს მაინტერესებს. არა რა რაც წერია იქ ფურცელზე რაც დაწერეს, ვერც ეს სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს მათი ტელევიზიები. ვერც ერთს. ხო, ნუ ეხა როგორ აპირებენ მაგალითად, როდესაც შენ გადიოდი ქუჩაში და ვიღაცა ფორმიანი გაუკვეველი ადამიანი გცემდა შენ გიჭერენ. იმიტომ რომ შენ არ ღვევ კანონს და როდესაც ფორმიანი გცემს ის არ არსებობს ანუ კანონისთვის არსებობს ერთი მეორე არ არსებობს ისევე იქნება იმედისთვის არ იქნება ეს კანონი რა თქმა უნდა ახლა მაგას ხო ხედავდით ამ აქციების დროს ერთი ფორმიანი კაცი მაინც დააკავეს აღზრეს მოკლევა რამე გავიგეთ ის ხალხი რო დარბობდა ქუჩაში და რო ცემდა რომელიმე ერთი მათგანი მაინც იდენტიფიცირებულია ერთი საქმე არსებობს ასობით შემთხვევა არის როდესაც აწამეს ადამიანების ამის რა ვიცი დაუგლეწეს ცხვირპირი და ასე ერთი ვინმე არის სადმე გაგიგია რომ დაისაჯა ან ეჭმიტანილია ან რაღაც გაგიგია არ გაგიგია ხო რატომ იმიტომ რომ ეგ არის ორმაგის აქაც ესე იქნება ერთ მედია შეეხებიან რომელიც მისი არ არის მეორეს არ შეეხებიან იმენჯოებს შეეხებიან რომელიც მათი არ არის როგორც თვითონ ძახიან თუმცა საზოგადოებრივი ორგანიზაციები ქვიათ მათ და იმათ რომლებიც მათ ხარეს არიან იმათ არ შეეხებიან და ასე შემდეგ რა მათთვის არის
ორი საქართველოა ეხლა რა. ერთი არის ასე ვთქვათ, წმინდა საქართველო, როგორც 29 აპრილს თქვეს პარლამენტის წინ და მეორე მოღალატე საქართველო, ხო? აი რასაც ეხლა ნანუკას და სხვებს აბრალებენ, ხო? რაღაც თურმე აწყობდნენ რაღაც საშინელებებს. ჯოჯოხეთს საქართველოს ფონდებზე შეტევა ეხა, ანუ პრინციპში ხელისუფლებაც თითქოს ერთი მხრივ ამბობს, რომ ეს რაღაცა რამდენიმე ასეული ადამიანი რო დადის რუსთაველზე და კეტავს, ეს თითქოს პრობლემას არ გვიქნის, მაგრამ ყველაზე მეტად ამ ხალხს ებრძვის, აჯარიმებს ყოველას 5,000 ლარით, ეს ფონდები ეხმარებოდნენ და ამ 5,000 ლარს იხდიდნენ, ეხლა ვწუდათ აი ამის შეზღუდვა, ხო? ფონდები მოგუდვა უნდათ, რა თქმა უნდა. ხო და საბოლოოდ მაგრამ ეს არ არის დაშინების სადამდე შეიძლება ეს ყველაფერი მივიდეს როგორ იცი რა მე თქვენთანაც არაერთხის თქვი და უკვე კარგახანია ამას ვამბობ ეს არ არის თამაში და ეს არ არის მცდელობა რაღაცა დაშინებს ხა არიან ადამიანები რომლებიც არ ეპოებიან და ამ რისკებს აცნობიერებენ მაგრამ ეს რისკები არის რეალური და დღეს ვხედავთ ხო რა მუხლებით არის აღზრული საქმე და რა მიაწეპეს ამ ფონდებს ხო მიაწეპეს რა ძალადობის ძალადობრივი ჯგუფების დაფინანსება ანტიკონსტიტუციური რაღაცები კონსტიტუციური წესრიგის და ასე თქვა წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები მიაწეპეს რა დივერსანტობა ხო ფაქტურად რაზეა ხო საუბარი საბოტაჟი და ესეთი სიტყვებია ეს არის ყველაზე მძიმე დანაშაულებები ეს არის ყველაზე მძიმე დანაშაული სამშობლოს ახლა ყველა ხო არა ახლა სამშობლოს ღალატი მოიგონეს რომ უფრო ეფექტურად ჟღერს თორე იქაც არის ხო ეს ყველაფერი მაგრამ ახლა უნდა გააერთიანონ რუსეთი ესე რუსული იმპერია საბჭოთა იმის დროს რო იყო ეხლა ის კანონი გააცოცხლეს ვრაგ ნაროდა გასოს ხო ერის მოღალატეობას აბრალებენ თან ეს დასჯადია სისხლის სამართალე გენერალური პროკურატურა მოქმედებს ამ ლოგიკით რა ეს ხო და რა გააჩერებს ამას ხო სადამდე მიდიან ესენი რა ხო ადამიანს ანუ ყოველ დღე ვიღებთ ახალ რაღაც რეპრესიულ მექანიზმებს ხო რომელსაც ისინი კანონებსულიან რაღაცების ჯარიმებს იჭერენ არ ვიცი ხო ეხლა აგერ საქმე აღძრეს და ყველაფერი ჭალებში ჩავსვამ ამ სიტყვას pravdeba მათი მხრიდან რომ აი ესენი არიან რაღაც უცხო ქვეყნის დაკვეთის შემსრულებლები და მართლა რთული არ გაგახსენდეს ის 37-იანი წლები იმიტომ რომ იქაც ხო ყველაზე ეს ბრალდება ქონდა რომ აი რაღაც საფრანგეთის ჯაშუში იმის ჯაშუში ბრიტანეთის ჯოს ანუ ამით მართლა ასაგებია რომ ხა ჯერ დახვრეტამდე არ მივსულვართ მაგრამ მე უკვე მე მგონი აღარაფერს აღარ გამურიცხავ ამ ათხელში ეს გაუჭირდება ხა დახვედეს მუხლის აღდგენა მაგრამ უტრირებს რა თქმა უნდა მაგრამ ემზადებიან აი ამ დიდი რეპრესიებისთვის ლოგიკურად ადამიანებმა ესე იგი არაფერზე უკან არ დაიხიეს ანუ აქამდე თუ ამბობდნენ რომ ჩვენ ვართ რაღაც არაძალადობრივი ხელისუფლება ჩვენი სტილი არ არის ძალადობა ну ჩვენ ნახეთ ხო ხა რა გააკეთეს აქციების დროს ხო შენ ილაპარაკე ამის შესახებ ათობით ადამიანი არის სასტიკად ნაცემი და ასობით და ძალადობაზე უკან არ დაიხიეს ამიტომ ამბობ რომ ანუ სადამძეს ჭირდებათ იქამდე მიდიან ნუ ჯერჯერობით არ ჭირდებათ და ხვალ რა დაჭირდებათ არავინ არ იცის მაგრამ მანდაც არსებობს პროტესტი გაგრძელდება მით მეტი დაჭირდება და მეტ რაღაცებზე წავლე კი სურვილი ჩანს მოინდომებენ მაგრამ ერთია სურვილი და მეორე არის შესაძლებლობა მე ფიქრობ რომ ესენი უფრო მეც გააფუჭებდნენ რომ კონდეთ მაგის უნარი და ძალა უნარი შეიძლება ერთ შეხედვით ჩანდეს მაგრამ ამის გაკეთებას წირდება მეტი რესურსი ამათ ეს რესურსი არ აქვს მე ფიქრობ არ აქვს თუმცა ამზადებენ ნიადაგს იმზადებენ პლაცდარმებს და თუ გაუჩნდებათ ამის შესაძლებლობები აუცილებლად გადადგამენ ამ ნაბიჯებს. აუცილებლად გადადგამენ ამ ნაბიჯებს. უბრალოდ დღეს არის ძალიან დიდი წინააღმდეგობა, ძალიან დიდი რეზისტენტულობა საზოგადოებაში და იციან რომ ასე მარტივად არ გაუვათ ეს რა. იმიტომ რომ საზოგადოებას
ასევე გააჩნია რაღაცა უნარები, მოთმინების უნარები. აი ეს ძალიან სახიფათოა მათვისაც. ეს არის თამაში, რომელიც ყველასთვის სამგებიანია, სხვა შორის აქ ყველა აგებს. მე ვამბობ ქართულ რეალობაში შიგნით აგებს ყველა. თორე რა თქმა უნდა, ეხლა ვიღაც 1-2 ადამიანი თუ 5 ადამიანი შეიძლება გახარებული იყოს და მით უმეტეს თუ ეს ინტერესი გამომდინარეობს სხვა ქვეყნიდან და სულ იძახიან, ხო, დასავლეთი აქ თურმე მტრული ასე თქვა სივრცე და ეს აგენტურა და რაღაცა თურმე იქიდან მოდის დასავლეთიდან და რაღაც deep state და ომის გლობალური ომის პარტია და დემოკრატიულ სამყაროს აბრალებენ რაღაცებს და თვითონ საით არიან მიტრიალებულები რა ძალიან მაინტერესებს ვისაწყობს ის რასაც ახლა აქ აკეთებენ რა ხო მაგრამ აი ეს ბრალდებები იგივე ეს ხო არის რუსეთი პირდაპირ უნდა ვთქვათ ეს ხო კი და ეს იგივე 37-იან წლებში ეს ბრალდებები მიტო იყო ხო აი ხალხის ღალატი ხალხის მტერი ვიღაცის ჯაშუში რომ ადამიანებს სხვა მოქალაქეების თვალში ამ ხალხის ასე ვთქვათ დეჰუმანიზაცია მომხდარი იყო ან მათ მიმართ სოლიდარობა არ გაჩვენებდათ ხო დაკავებულების მიმართ და იმიტომ რომ აბრალებ აი ყველაზე მძიმე რაღაცას რომ ჯაშუშია აგენტია ქვეყნის მტერია და მას რო აბრალებ იმედი გაქვს რომ მოქალაქეებს არ გაუჩნდებათ სოლიდარობა ახლაც იგივე კეთდება ხო ამიტომ მიდის ამ მიმართულებით ძირითადად ნაწილში ეგრეა მაგრამ ეს საკმაოდ შეიძლება სავალალოა ვიღაცებზე მუშაობს კი ვიღაცებს შეიძლება ალბათ რო აი აგენტები არიან და აბარა მეტის ღირსები არიან და რაღაც ესე კი და შეიძლება არის საზოგადოების ნაწილი რომელიც კარგად ვერ ერკვევა და ამდენი ასე თქვა დეზინფორმაცია მაზეც მოქმედებს მაგრამ რეალობა არის ისეთი, რომ ამ ქვეყანაში არის ძალიან დიდი ნაწილი საზოგადოების, რომელიც ასეთ ტყუილს, ასეთ დეზინფორმაციას, აი ესეთ აგრესიულ, ასე ვთქვათ, ქმედებებს ვერ მიიღებს და არც მიიღებს. ამიტომ ძალიან საშიში პროცესია, რომელსაც დღეს მართავს აი ეს ჯგუფი პოლიტიკური რომელიც დღეს ძალაუფლებას ფლობს ამ ქვეყანაში საშიში არის ბევრი თვალსაზრისით მე რა საშიში მათვისაც არის და რა თქმა უნდა იმათვისაც არის ვის წინააღმდეგაც აი ამ რაღაც საქმეებს კერავენ დღეს მაგრამ ისინი ვერ აღმოჩნდებიან ამ ასე ვთქვათ კონფლიქტის გარეთ და ეს კონფლიქტი არ იქნება რომ ეხლა პარლამენტში ესეთი სახეებით რაღაცებს იტყვიან და ნუ აუქნათ ეხლა და deep state არ არის ესე მარტივად საქმე. იმიტომ რომ ეხლა ესე ხო არ არის ადამიანები ასე ვთქვათ ადამიანს დააბრალო რომ ისინი საბოტაჟს აწყობენ და ქვეყანას ამხობენ და რაღაც გადატრიალებებს აკეთებენ და საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ მოქმედებს თუმცა ეს უზარმაზარი მასა ხო 10,000 ადამიანი და ამა დააბრალო მე სისხლის სამართლებრივი საქმეები აღზრა მე ამდენი ხალხი დაიჭირო ციხეებს ჩაყარო და რა არაფერი არ იქნება როგორ ვფიქრობ ეს ესე გატარდება და არანაირი პრობლემა არ იქნება ისე პარალელებს რო დაუბრუნდეთ ხო ხო არა სერიოზულია მათი მხრიდან ესეთი რაღაცების კეთება აი მაშინ პრესას რო გადახედავ იგი 27-იან წლების ხო იქაც დაახლოებით ეს არის ხო ანუ ჯერ იწერებოდა რომ რაღაცა ცისფერყანწელები იყო მოღალატები ასე შემდეგ ანუ ჯერ კრიტიკა მომიდიოდა მათი შემოქმედი გაშავება მიდიოდა დაბრალება ყველაფრის მედიაში საზოგადოების აზრის მომზადება იგივე გეთდება ხო ახლა მაშინ გაზეთები იყო ახლა ტელევიზიებია მიდის საზოგადოების აზრის დამუშავება რომ ესენი არის რაღაცა სოროსის ისინი ვიღაც deep state-ის და რაღაც აგენტები რომ მერე რო დაიჭერენ ამ ხალხთან რასაც უზომო ხალხს პროტესტი აღარ გაუჩნდეს რაღაცა ჰიბრიდულ რაღაცებს იყენებენ ამ მეთოდებს თანამედროვე მეთოდებს სოციალური ქსელებსაც იყენებენ მათოდები არის ახალ მეთოდები არ არის შეცვლილი კი ბატონო ამას ვამბობ ხო და მოკლედ ბოლოს სულ 2 წუთი გვაქვს მითხარი აი ამ ფონზე ხა რა გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან შეიჩეროს დაფინანსება რადიო თავისუფლებას და იგივე ამერიკის ხმას რომელიც იყო მართლა აი ტოტალიტარული ამ რეჟიმების წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი იარაღი თავისუფალი სამყაროს თავის დროზე და დღესაც ნიშნულოვან როლს ასრულებს ხო? ნუ ჩემთვის ეს გადაწყვეტილება გაუგებარია, მიუღებელია, საახოთ 84 წელი არსებობდა თვალსწრები ეს მედია საშუალებები მათი წინააღმდეგ ესეთი ნაბიჯები არ არის კარგი, რა თქმა უნდა.
არა მარტო ეს მედიები იქნა, ასე ვთქვათ, გაგდებული ამ სივრცეებიდან, ასევე უსმენდით ახლა რაღაც შეფასებებს, ხო, მძიმე შეფასებებს, სხვა მნიშვნელოვანი მედია საშუალებებს მიმართ, ხო, ამ CNN-ის და სხვა ძალიან ცნობილი მედია საშუალებების წინააღმდეგ რაღაც გამოთქმული ფრაზეოლოგია, ну, არის ესეთი დრო არის. აი ესეთი დროში ცხოვრობთ, როდესაც ასეთი ტიპის ნაბიჯები იდგმება, თუმცა განსხვავებით ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომელიც შემდგარი დემოკრატია და აი ესეთი ამოვარდნილი ნაბიჯები კი არ ყევს პროცესებს, მაგრამ მათი მდგრადობა ბევრად დიდია, აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა საქართველოს. ჩვენ არა ვართ ესეთი მყარი და მდგრადი დემოკრატია, ამიტომ ჩვენთან მსგავსი ნაბიჯები, აი რა კანონებსაც ვიღებთ და ისევე რადიო თავისუფლება ჩვენთან სხვა ამერიკის ქართულ ენაზე და ნახოთ, იცი, ეხლა ამერიკა თავის თავს მაინც უშველის რა, მე მომავალ წელს არის არჩევნები, იქ ალბათ შეიცვლება ვითარება ესეთი ერთპარტიულობა, ანუ ასეთი, ასე ვთქვათ, ძლიერი პოზიცია, როცა ერთ პარტიას აქვს, იქ ყველგან მათი, ასე ვთქვათ, უმრავლესობა ფიქრობ, რომ მალე იქნება განსხვავებული სურათი და გარდა ამისა არ უნდა დაგვავიწყდეს მე რა, რომ ამერიკაში არის სასამართლო რა, რომელიც ბედავს და პრეზიდენტის ტრამპის გადაწყვეტილებებს აჩერებს. ეს არის სხვა დემოკრატია, სხვა ხარისხია. ჩვენ წამოვიდგენია ეგეთ სიტუაცია. მადლობა დიდი.